გიორგი, მოგესალმები. როგორც იცი, GGLA გრუპმა დაიწყეთ ახალი წამოწყება აქტუალურ და საინტერესო საქმეებზე ყოველთვიურ ანგარიშ ვაბარებს საზოგადოებას და როგორ ხდება ჩვენ ბიუროში. ერთ-ერთი ესეთი განსაკუთრებული და საინტერესო საქმე ქონდა შემოსული, რომელიც ეხებოდა სუროგაციას. ამ თემასთან დაკავშირებით რა დეტალები შეგიძლია მოუყვე საზოგადოებას? მადლობა პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგი წამოწყებაა, რადგან ხალხს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ არ არის მხოლოდ ერთფეროვანი საქმეები არ შემოდის ბიუროებში, არის განსაკუთრებული საქმეებიც, რომლებიც განსაკუთრებულ ცოდნას და ყურადღებას მოითხოვს და ერთ-ერთი ესეთი არის სუროგაცია დონაციის მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაწყებული დავა. ჩვენ უკვე რამოდენიმე თვეა ამ დავაში ვართ ჩართულები აქტიურად. და ურთიერთობა ეხება სუროგატი დედისთვის ვალდებულების, უпростоრად სუროგატი დედის მიმართ ვალდებულების კისრებას და სრულიად დასრულებას და მისთვის თანხის გადაცემას. წამოწყებული ვალდებულება ბიოლოგიურ მომშობლებმა არ შეასრულეს და აქ ყველაზე პარადოქსული ის იყო, რომ აქით უჩივლეს სუროგატი დედას სასამართლოში, რა თქმა უნდა, რომლის წარმოებაც ჩვენ შევწყვიტეთ, ვინაიდან აღნიშნული დავა განსახილველი იყო არბიტრაჟის, მაგრამ მთელი ამ პერიოდის მანძილზე, რა თქმა უნდა, ჩემთვის კრიტერიუმი კარგი ადვოკატის არის ის, რომ მორიგებაზე წავიდეს, რადგან ამით დაზოგოს კლიენტის დროც, თავისი დროც და რესურსიც. ჩვენ ვცდილობთ მორიგებაზე წავსვლას, მაგრამ ეს ყველაფერი იყო უშედეგო, ჩართულები ვიყავით ბიუროს სრული შემადგენლობით. მქონდა მოლაპარაკებები როგორც კლინიკასთან, ასევე მხარესთან, მხარის წარმომადგენელთან და ასე შემდგომ. საბოლოოდ დღევანდელ დღეს ეს საქმე განიხილება არბიტრაჟში. ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჩვენი ჩართვის მერე შეწყდა პირველ ინსტანციაში წარმოება, რადგან განსჯადი არ იყო სასამართლო და განსჯადი იყო არბიტრაჟი და მხარეები ამაზე ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, ნოტარიულად დამოწმებულ ხელშეკრულებით და მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთა, რომ რეალურად დაცულები არ არიან სუროგატი დედები იმ მნიშვნელოვანი გარემოების კუთხით, რომ ზუსტად ეგ უნდა მეკითხა გიორგი, როდესაც ამ საქმეზე დაიწყე მუშაობა. შენი აზრით რა გამოიკვეთა? მეორე მხარეს არაკეთილსინდისიერება თუ კანონმდებლობაში და ხელშეკრულებაში არსებული ხარვეზე იყო პრობლემა? ორივე, კარგი კითხვაა, ორივე გამოიკვეთა. პირველი იყო ის, რომ მხარე რა თქმა უნდა არაკეთილსინდისიერია, რადგან ვალდებულებას არ ასრულებს მხარის მიმართ, როგორც თავში ავანიშნე, და მეორე არის, რომ ხელშეკრულებით მხარე არ არის დაცული. აღნიშნულ შემთხვევაში ჩემი აზრით, რასაც მე მივაგნებდი გამოსავალს, არის თანხის დეპონირება. როდესაც სრულიად არ იქნება დამოკიდებული კონკრეტული პირის კეთილსინდისიერებაზე ვალდებულების შესრულება. რაღაც ფაქტის დადგომის შემდგომ უნდა ამ შემთხვევაში ალბათ ბავშვის დაბადების შემდგომ უნდა მივიდეს და სუროგატმა დედამ თავის ანაზღაურება მიიღოს. აქ არ არის საუბარი პატარა თანხაზე, ეს არის საკმაოდ სოლიდური თანხა. ეხლა ჩვენი ბიურო არის ჩართული მაგალითად ორ უმსხვილეს კომპანიას შორის დავაზე, სადაც თანხა ახლოსაც კი არ დგას იმ თანხასთან, რაც სუროგაცია დონაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჩვენ რაზეც ვდავართ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ კლინიკებმაც და პროვაიდერებმაც გაითვალისწინონ და მოიფიქრონ ისეთი დამცველობითი მექანიზმი, აქ თავარი არის იურისტის ჩართულობა. რა თქმა უნდა, ყველაფერი პრაქტიკიდან გამომდინარე მოდის და შემთხვევებიდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც მსგავს ურთიერთობას იწყებ, რომელიც უკვე სპეციფიკურია, უნდა გქონდეს დაცვითი მექანიზმები ხელშეკრულებაში ჩადებული. თუ ეს დაცვითი მექანიზმები არ გაქვს, მივალთ იმ შედეგამდე, რამდენიც ჩვენ ვართ მისული. და მე როგორც მოვისმინე კლიენტისგან, ის არ არის პირველი ადამიანი, ვისაც უწევს დავა აღნიშნული ფულის მიღებისთვის და ეს არის ბრძოლა, რადგან რეალურად თუ არ გაქვს მატერიალურად კარგად მდგომარეობა, იმ შემთხვევაში მიდიხარ ამ ხელშეკრულების დადებაზე რეალურად. და აქედან კარგი ცხოვრებით გამოწვეული არ არის. კარგი ცხოვრებით რა თქმა უნდა არ არის გამოწვეული. როცა არბიტრაჟი განიხილავს საქმეს, უფრო მეტი დეტალი გვექნება და უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება შეგვეძლება მე საზოგადოებისთვის, თუმცა სანამ დავამთავრებთ დღევანდელ ეპიზოდს, მოკლედ შევაუთხარი იმ ხალხს, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შეიძლება მომავალში შევიდეს. ერთი თანხის დეპონირება, რომელიც ნოტარიუსთან უნდა გაფორმდეს სავარაუდოდ, ხო? პირველი რჩევა ის იქნება. კი ბატონო, პირველი რჩევა იქნება ეგ, რომ თანხის დეპონირება უნდა მოხდეს, მეორე რჩევა იქნება ის, რომ კარგად მოიკვლიონ რა კლინიკასთან აქვს საქმე, გაიგონ პროვაიდერზე ყველაფერი, რასაც შეძლებენ, ძირითადად საზღვარგარეთ მოქალაქეები არიან ეს ადამიანები, ეს ბიოლოგიური მშობლები დღევანდელ ჩვენს რეალობაში, მაგრამ რასაც შეძლებენ მაქსიმალურად მოიძიონ ინფორმაცია, რაც ხელთ მოეპოვებათ და აუცილებლად ადვოკატი ან იურისტი, რომელიც გამოცდილი დიდი მოცულობის თანხაზე არის საუბარი და ამ თანხასთან მიმართებაში შედიხარ მოლაპარაკებაში და ხელშეკრულების დადებაში, იურისტის კონსულტაცია მე მგონი აუცილებელია. უმნიშვნელოვანესია და არ არის ეს იმხელა თანხებთან დაკავშირებული, რომ მხარეს არ უღირდეს რომ გაიგოს. აქ ყოფილან მოსულან კლიენტები, რომლებსაც
გაუღიათ თანხა თავიანთი რისკების გაგებისთვის და ამას პირიქით არ ნანობენ და მიაჩნიათ ყველაზე კარგად გადადგმულ ნაბიჯად, რადგან ჩვენ დავხმარები ვართ, თუნდაც მე, თუნდაც გივი და გვინახავს, რომ გარკვეულწილად რისკის მატარებელია აღნიშნულ კომპანიასთან ურთიერთობის წამოწყება. აქედან გამომდინარე, იურისტის ჩართულობა დამეთანხმები და ჩვენც ახლა ამჟამადაც სადაც ვერთვებით, რომ ადამიანები წინ იხედებიან მაგალითად ვალდებულებებთან დაკავშირებით ბოლოს რაც გავაკეთეთ. ეს არის ძალიან კარგი წინდახედულობა და იურისტის ჩართვა, რომელიც თავში უფრო იაფიჭდება, ვიდრე უკვე არსებულ დავაზე. ეს უდიდესი მნიშვნელობა და ამას საინფორმაციო კამპანიას ვცდილობთ, რომ ყველა პლატფორმით ვისაუბროთ. ყველა პლატფორმით ვისარგებლოთ და მივაწოდოთ. და შენც იცი, რომ უკვე დავაში ჩართვა ადვოკატის უფრო მეტ ხაჯთანაა დაკავშირებული, ვიდრე პრევენციული ხასიათის გამოკვლევაში და ხაჯთან, დროსთან და აბსოლუტურად რესურსებთან ყველანაირად. მადლობა გიორგი, საინტერესო საუბრისთვის და მსგავსი თემებზე და საინტერესო кейსებზე პერიოდულად რა თქმა უნდა გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა. ჩვენს პლატფორმებზე ინფორმაციების მიწოდება საზოგადოებისთვის. ძალიან კარგი, მადლობა შენ. გაიხარე.